დიახ, პოლიტიკის ექსპერტები ამბობენ, რომ ეს მოსმენა ჰელსინკის კომისიაში შესაძლოა იმაზე მძიმე აღმოჩნდეს, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო პირობითად 2 კვირის წინ, რადგან სწორედ ამ პერიოდის განმავლობაში დაანონსა ქართულმა ოცნებამ ახალი კანონების მიღება. ეს კანონები კი იურისტების შეფასებით არის ყველაზე მძიმე, რომელიც აქამდე მიუღიათ ოცნებაში, რადგან იზღუდება ადამიანის უფლებები და გარდა ამისა ახლა უკვე პატიმრობით ემუქრებიან პრაქტიკულად ყველას, ვინც მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს არ დაემორჩილება ან არ აღიარებს ქართული ოცნების ლეგიტიმაციას. ამ ყველაფერს კი ფონად უდევს კიდევ ერთი გარემოება, როგორც უკვე ვიცით, მომდევნო დღეებში ჯეიდი ვენსი, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი გამართავს შეხვედრებს აზერბაიჯანსა და სომხეთში. შესაბამისად, ჩვენი რესპონდენტებიც პარალელს ავლებენ ამ ფაქტთან. ამბობენ, რომ ერთის მხრივ ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური წარმომადგენლობა რეგიონში მსჯელობს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შემცირდეს რუსული გავლენები, როგორ უნდა გაიზარდოს დემოკრატიის ხარისხი. მეორეს მხრივ კი სწორედ ამ სამეზობლოში სამხრეთ კავკასიაში აღმოჩნდა სახელმწიფო, რომლის მმართველების დასანქცირებაზეც მსჯელობენ აქტიურად იგივე შეერთებულ შტატებში და საუბრობენ მათი ავტორიტარული ბუნების შესახებ. პირველ რიგში მინდა შევახსენო ქართული ოცნების გულშემატკივრებს, რა დამოკიდებულება ჰქონდა, როცა გადაიდოს ხდომა კომისიის ქართულ ოცნებას და მის პროპაგანდას, რომ თითქოს ეს ჩაიშალა და ასე შემდეგ. ანუ მართლა ამინდის გამო მოხდა ამის დაყოვნება უბრალოდ ამ შეხვედრის. რაც შეეხება თვითონ შეხვედრას, მე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეს მეორე მოსმენა იქნება. ერთი ეხებოდა ჩვენს საგარეო პოლიტიკურ პოზიციონირებას, ჩვენს დაახლოებას ირანთან, რუსეთის ფედერაციასთან, ჩინეთთან და ასე შემდეგ და ეხლა ეს ყველაფერი მიეძღვნება, ეს მოსმენა მიეძღვნება ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებას. დარწმუნებული ვარ, რომ ამ გადადებამ მათ შორის მოიტანა ისიც, რომ დღევანდელი პროცესის დაგეგმილი მოხსენება იქნება კიდევ უფრო მკაცრი საქართველოსთან მიმართებაში, იმიტომ რომ კანონები, რომელიც დაანონსა ოცნებამ, ეს აღარ არის უბრალოდ რაღაც ავტორიტარიზმი, ეს არის ამ ქვეყნის სრული იზოლაცია, რკინის ფარდის ჩამოყარება და გადადგმული ნაბიჯი კონსოლიდირებული დიქტატურისკენ. ჰელსინკის კომისიის მოსმენა ტარდება საკმაოდ საინტერესო პერიოდში, როდესაც შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჩადის სომხეთსა და აზერბაიჯანში და ასევე აქტიურად ხდება მოლაპარაკება ამ ორ ქვეყანას შორის ტრამპის მშვიდობის მარშრუტთან დაკავშირებით და ყოველივე ამის გათვალისწინებით საქართველო ხდება თამაშგარე მდგომარეობაში და ზუსტად საინტერესო არის კონტრასტი, როდესაც ჩვენი მეზობლები საუბრობენ რეგიონალურ განვითარებაზე, თანამშრომლობაზე, საქართველოსთან მიმართებით ხდება საუბარი ავტორიტარიზმზე, გაზრდილ ოლიგარქიულ გავლენებზე და ყველა იმ პრობლემაზე, რომელზეც საუბარი ხდებოდა მთელი ამ დროის განმავლობაში. საქართველოს შესახებ მოსმენა ჰელსინკის კომისიაში 11 ფებრუარს არის დაანონსებული, 4 შაბათს უნდა იმსჯელონ ამერიკელმა პოლიტიკოსებმა იმის შესახებ, თუ როგორ შეიყვანა კრიზისში ადამიანის უფლებები ქართული ოცნების ხელისუფლება.